მეგობრებო, მოგესალმებით. საჯარო გაშლა ვნახოთ თემით. როგორ მოქმედებს ჩაფიქრებული ადამიანი ჩემზე? ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ადამიანის მოქმედება თქვენს ენერგიებზე. როგორ მოქმედებს ის თქვენზე, თქვენს ენერგიებზე, თქვენს შემოქმედებით ძალაზე, თქვენს რესურსზე, შესაძლებლობებზე. როგორ მოქმედებს ჩაფიქრებული ადამიანი? სამი ვარიანტი გვექნება. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე და ვარიანტი მესამე. და ჩვენ ახლა ვნახავთ, ვინ როგორ მოქმედებს. შეგიძლიათ იცით რა, სამივე ვარიანტი დააკავოთ, თუ ამის სურვილი გექნებათ. მოდით ცოტა უფრო მეტად ტელეფონი მაქვს შეერთებული, რადგან იტენება და ამიტომ სხვა ფოკუსით ვერ ვიღებ თქვენთვის ვიდეოს, ხო? ოკეი. გავასწოროთ ფოკუსი, პირველი, მეორე, მესამე. სამი ვარიანტი არის თქვენს წინაშე. და ვნახოთ, სოკოები მოვიშველიოთ. პირველი ვარიანტი, როგორ მოქმედებს ადამიანი თქვენზე, მეორე ვარიანტი, როგორ მოქმედებს ადამიანი თქვენზე და მესამე ვარიანტი, როგორ მოქმედებს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე. ახლა დახვიჭეთ თვალები, დაინახეთ კონკრეტული ადამიანი, ვისთან დაკავშირებითაც ეს კითხვა გაწუხებთ და მოდით ვნახოთ თუ როგორ მოქმედებს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს ენერგიებს. როდესაც თვალებს გახელთ, თქვენი ვარიანტი აუცილებლად დაგიძახებთ, თქვენი სოკო აუცილებლად მოგიხმობთ. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით, ვინც ჩაიფიქრა ესეთი კოპლებიანი სოკო. და ვნახოთ თქვენზე როგორ მოქმედებს ჩაფიქრებული ადამიანი, ვინც ახლა ჩაიფიქრეთ. არკანი ზომიერება. თქვენზე ჩაფიქრებული ადამიანი, მე ესე ვიტყოდი, რომ საკმაოდ დადებითად მოქმედებს, იმიტომ რომ ეს არის თითქოს ადამიანი, რომელსაც შემოაქვს იმედი. შემოაქვს მზის სხივი, ხო, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად თქვენ ეს მზის სხივი გჭირდებათ, ხო? ეს არის ადამიანი, რომელიც არკანი ზომიერება პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ ესეთ რთულ პერიოდში, რთულ და მძიმე პერიოდებში რაღაცნაირად გაპოვნინებთ ბალანსს, შვებას, საკუთარ თავში შესაძლებელია გიბრუნებთ რწმენას და გაბრუნებთ ზუსტად იმ მდგომარეობაში, როდესაც თავს, მეტნაკლებად ყველაზე ბალანსში და ყველაზე ჰარმონიულად გრძნობთ, ასე რომ მე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი იცით რა, იმდენად ენერგეტიკულად თქვენზე არ მოქმედებს ეს ადამიანი, რამდენადაც შესაძლოა მისი სიტყვები მოქმედებდეს თქვენზე, მიხვდით ხო? არა ქმედება ეს ყოფილი, მაგრამ ნახეთ, ან მისი შეიძლება საერთოდ არაფერი არ გითხრათ ადამიანს, მაგრამ მისი გამოჩენაც კი უკვე რაღაცნაირად ბალანსში გსვავთ. ხო? გამოჩენაც კი. შესაძლოა მისი სურათიც და შეხედოთ მის სურათს და უკვე რაღაცნაირად ადამიანი ასოცირდება. აი, სწორი სიტყვა, ადამიანი ასოცირდება ან თქვენს ცხოვრების ლამაზ ეტაპთან, ან ასოცირდება თქვენთვის რაღაცა, ხო, დადებითთან, ხო, ჩვენ ხო ადამიანები ასოცირებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გემო ასოცირდება, სურნელი ასოცირდება, ეს ადამიანი ასოცირდება თქვენთვის სიმშვიდესთან, ბალანსთან, იმედთან შესაძლებელია, ხო? შეიძლება ადამიანს საერთოდ არ იცნობდეთ, სადღაც სოციალურ ქსელებში უსმენდეთ, ხო? სხვათა შორის ყველას არ ეხება, მაგრამ შესაძლებელია აქ მეც ჩამიფიქრეთ. ვინ ჩამიფიქრა აქ მე? გამოტყდი, ვინ ხარ აქ, მე რო ჩამიფიქრე, იმიტომ რომ მოვიდა ესეთი ინფორმაცია. ოკეი. ასოცირებით. ასოცირება, კავშირი, სურათი, შეიძლება ადამიანს არ იცნობდეთ, არ ესაუბრებოდეს, ადამიანი არაფერს არ გეუბნებოდეთ, ადამიანს შეხედავთ და უკვე რაღაცნაირად თქვენ თვითონვე აყენებთ თქვენ თავს. აი ამ კონკრეტულ ენერგიებში როგორც არის ზომიერება. ძალიან კარგი. კიდევ ერთი არკანით მინდა ვიკითხო, როგორ მოქმედებს ადამიანი თქვენზე.
ორიანების კვერთხები. ნახეთ, ადამიანს, როდესაც ხედავთ, ხვდებით, საუბრობთ, არ საუბრობთ, არ აქვს მნიშვნელობა, თითქოს ეს ადამიანი რაღაცნაირად გაჩვენებთ და გაფიქრებთ იმაზე, რომ არსებობს სხვა გზებიც, როგორც შეიძლება, რომ თქვათ, გადაიჭრას კონკრეტული პრობლემა, სიტუაცია, მდგომარეობა და ასე შემდეგ. ანუ ეს ადამიანი რაღაც ისეთ რჩევას გაძლევთ, რომელიც ყველაზე მოღუშულ და მოღრუბლულ ამინჩიც კი იმეც გისახავთ, ხო, გაფიქრებთ რაღაცებს როგორც მინიმუმ, ხო, საფიქრებელს გაძლევთ ადამიანი, мотивაციას გაძლევთ, ხო, ადამიანი რაღაცნაირად. იმიტომ რომ ეს ესეთი რაღაცნაირი ძალიან შეიძლება ძალიან ისეთიც იყოს, ხვდებით, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიფიქრეთ, რა ასაკის, ხო? ადამიანი რომელიც შიგნიდან ასხივებს აი ამ რაღაცა ძალიან დადებით და ძალიან კარგს ხვდებით, ხო? ამიტომ მე ასე ვიტყოდი, რომ კი ადამიანი თქვენზე ნამდვილად არ მოქმედებს უარყოფითად, პირიქით. სულ რომ არაფერს არ აკეთებდეს, ადამიანი რაღაცნაირად მისი მოსმენა, ხილვა, საუბარი ელემენტარული, ან თუნდაც უსიტყვო ყურებაც უკვე რაღაცნაირად თქვენ თვითონვე მექანიზმს ასწორებს თქვენს, ეს მოდი ასე ვთქვათ და მოდიხართ კარგ და დადებით ენერგიებში. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი, ვინ ჩაიფიქრეთ, ძალიან საინტერესოა, დამწერეთ კომენტარებში. ვარიანტი მეორე. ასეთი სოკოები ვინც აერჩიეთ, თქვენთან რა ხდება? ნახოთ, როგორ მოქმედებს ენერგეტიკულად ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე. კვერთხების დედოფალი ამოვიდა. როგორი ქალები ხართ აქ ესეთი, საოცარი პოზიცია აქვს ხელის. როგორ მოქმედებს? მზად ხართ, რა ვიცი, მთები გადადგათ. მზად ხართ სიმაღლეები დაიპყროთ. მზად ხართ ენერგიას გაწლევთ ეს ადამიანი. ენერგიას გაწლევთ ეს ადამიანი, мотивაციას გაწლევთ ეს ადამიანი. თვითონ ეს ადამიანი სხვათა შორის სექსუალურ ენერგიას გაწლევთ, ძალიან საინტერესოა, შეიძლება გოგოები მიყურებთ და გოგოები ჩაიფიქროთ, ან ბიჭები მიყურებთ. ნუ თუ ბიჭები მიყურებთ, მაშინ კვერთხების დედოფალია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ენერგია თქვენში აღვიძებს, აი მამაკაცურ აკორდებს, რომელიც ყველა მამაკაც უხარია და აბედნიერებს, ხო? უკრავს თქვენს მამაკაცურ აკორდებს. ოკეი. გოგოებო, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიფიქრეთ, კაცი, ქალი, ნათესავი, ანუ ადამიანი თქვენზე მოქმედებს, თქვენს ლიბიდოზეც კი ძალიან ისე მოქმედებს, კარგად მოქმედებს, ხვდებით, ხო? შესაძლოა გინდებათ გაპრანჭვა, გინდებათ სექსუალურად, ვთქვათ, გამოწყობა, სურათების გადაღება. ანუ ადამიანი გავსებთ კვერთხების დედოფალი, ანუ ადამიანი გავსებთ სასიცოცხლო ენერგიით, мотивაციით გავსებთ, ხო? ეს სექსები როგვერზე გადავდოთ. ყველაფერი დადებითი მოაქვს ადამიანს, ხვდებით, ხო? საკუთარ თავში ადამიანი გარწმუნებთ და გარწმუნებთ, რომ უბრალოდ თვით შეფასებას გიწევთ. ოკეი. თვით შეფასებას გიწევთ, გაძლიერებთ, საკუთარ თავში დარწმუნებულს ხდით. ხო? ძალიან ისეთი ცეცხლოვანი ენერგია მოდის ნამდვილად. მოკლედ ყველანაირი დადებითად მოქმედებს, ხო? მოდით კიდევ ერთი არკანით ვნახოთ. კიდევ ერთი არკანი ვნახოთ, როგორ მოქმედებს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე. თასების პაჟი ამოვიდა. შეხედეთ, ვინმე სხვა არ ამგვანებთ. გავასწოროთ რა ფოკუსი. ციცოთით. რაღაცა გამხდარი ბიჭო ამოვიდა. ერთი წუთი. აი. სათვალეებით. ვინმე ესეთი ბიჭო ხო არ ჩაიფიქრეთ. ნუ არ არის აუცილებელი, მაგრამ ცოტა ესეთი გამხდარი. ესეთი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის არის ადამიანი, რაღაცა ყოველთვის არის მასში რაღაცა ბავშვური, ყოველთვის არის მასში მეცით რა არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს პარტნიორი, ეს იყოს რა ვიცი, შეყვარებული მეუღლე, შეიძლება იყოს მეგობარი,
შეიძლება იყოს ნათესავი. მართალია პაჟი ამოვიდა, პაჟი კი და მამაკაც ხედავთ აქ მამრობითი სქესი წარმოადგენს, მაგრამ absolutely შეიძლება რომ მოდი სქესს იმას ვიზავთ ხო, გავამახვილებთ ყურადღებას, იმიტომ რომ პაჟი მაინც პაჟია და ავტორმა კი მამაკაცად დაინახა და ჩათვალა, მაგრამ ქალი ანუ აბსოლუტურად შესაძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ახლა ენერგიაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ახლა ენერგიაზე ვსაუბრობთ და აქედან გამომდინარე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ადამიანი თქვენზე რომანტიულად მოქმედებს, კარგად მოქმედებს. მასთან, რა ვიცი, თუნდაც ერთი ჭიქა ყავის დალევა, შეიძლება რაღაცა ყავა წამოვიდა, რაღაცა ხო? ინტენსიურად მასთან საუბარი, ემოციების გაცვლა, ძალიან გსიამოვნებთ, იცით? ეს ადამიანი და თქვენ ავსებთ ერთმანეთს. ჩუქნით ლამაზ მომენტებს, ლამაზ წუთებს, ლამაზ წამებს და თქვენ თითქოს საუბარი გიყვართ. შეიძლება ამ დროს აბსოლუტურად განსხვავებულები იყოთ ერთმანეთისგან, მაგრამ ერთი მიმართულებით მიდიოდეთ. საინტერესოა, ხო? აი ქართული ხმებივით ხართ, ხო? შერწყმულები ხართ ერთმანეთს, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით მღერით, ანუ სხვადასხვა მიმართულებით მიდიხართ, ხო? მაგრამ მოგწონთ ერთმანეთთან ურთიერთობა. გავსებთ ერთმანეთთან ურთიერთობა. ისე რომ ვერაფერს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ შეიძლება კოლეგაც იყოს განმეორდები, არ აქვს მნიშვნელობა სქესს, მივაჩერდებით მაინც და მაინც ადამიანი თქვენზე ძალიან დადებითად მოქმედებს. ესე უცებ შემოაქვს ხო რაღაცნაირად ესეთი კარგი ემოცია, რომ ხედავთ ადამიანს უკვე რაღაცა იმედია, უკვე კარგია. ადამიანს რომ ხედავთ უკვე კარგია. არკანი ძალა მოვიდა. ხო, აი მინდოდა კიდევ ერთი არკანი თქვენახა თქვენ ერთმანეთს რაღაცა ძალას აძლევთ, ასე რომ კარგია მეორე ვარიანტიც ძალიან მომწონს. დაგემშვიდობებით. ამ ეტაპისთვის 100-ია პირველი მეორე ვარიანტი, კარგად მივდივართ. ნახოთ ახლა მესამე ვარიანტი. ის ჩაიფიქრა თქვენზე როგორ მოქმედებს ჩაფიქრებული ადამიანი. ახლა ენერგეტიკულად 6-იანების კვერთხები. აი აქ ცოტა ისეთი ამბავია, ჩემო ძვირფასებო. აქ სხვათა შორის ფარული კონკურენცია შეინიშნება. საინტერესოა. ნახეთ, რისი თქმა მინდა კი ერთი შეხედვით ადამიანი გაქებთ, ადამიანი დადებითად არის განწყობილი, მაგრამ ახლა იცით როგორ ქვეცნობი რაღაცას გეუბნებით, ძალიან ქვეს. ადამიანს აქვს კონკურენცია თქვენთან მიმართებაში. არის აქ ეს. თვითონ ადამიანია ზოგადად ისეთი ბუნების, რომ რაღაცნაირად სულ ლიდერის პოზიციაში უნდა იყოს და მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხვდებით ხო? არ უნდა დაიჩრდილოს ეს ადამიანი და თუ თქვენი მხრიდან შეამჩნია, რომ თქვენ მას ჩრდილავთ, შეიძლება თვითონაც ვერ იაზრებდეს, მაგრამ აი ეს რაღაცა კონკურენცია მოდის. როგორ მოქმედებს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე? მესამე ვარიანტი. არკანი სამსჯავრო. იცით რა არის, მიუხედავად ყველაფრისა და ორიანების თასები. მიუხედავად იმისა, ჩემო ძვირფასო, მესამე ვარიანტო, ფარულ კონკურენციაზე, რასაც აქ ვისაუბრე, მიუხედავად იმისა, ეს არის ადამიანი, რომელიც ან ჩდება მაშინ, როდესაც ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ეტაპი გაქვთ ცხოვრებაში. ან ამ ადამიანის გამოჩენა უკავშირდება რაღაც ესეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს და ეტაპებს ხო თქვენს ცხოვრებაში. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის გამოჩენა ხო თქვენს ცხოვრებაში თქვენ გაყენებთ, გაძლევთ ენერგიას, გაყენებთ ძალიან სასიამოვნო და კარგ ენერგიებში, ნამდვილად ხო თითქოს რაღაცნაირად მოგდით ახალი იდეები, რაღაც ახალი გეგმები, უფრო მეტად იზრდებით, როდესაც ვთქვათ ამ ადამიანის გვერდით ხართ, მაგრამ რაღაცა არ მომწონს და მინდა რომ დავაზუსტებ. რეალურად როგორ მოქმედებს ეს ადამიანი თქვენზე? ცხრიანების კვერთხები, ორიანების პენტაკლები.
იმცალა და ცხრენებას ნახე მეგობრებო ეს არ ჩაიფიქრეთ თქვენ აქ როგორც თქვენ ჩვეულებრივი ადამიანი და გეტყვით რატო თქვენ აქ ჩაიფიქრეთ ადამიანი რომელიც აბსოლუტურად ძალიან ინტენსიურად მიგითითებთ და გაჩვენებთ თქვენს პლუსებს და თქვენს მინუსებს. ანუ რას ვგულისხმობ იცით ამაში? შეიძლება თვითონაც ვერ ხვდებოდეს ამას. ან თქვენ ვერ ხვდებოდეთ, ხო? აი რაში გამოიხატება, ხო, ადამიანის ვთქვათ, აი ესეთი როლი, მაგრამ ამ ადამიანს რეალურად საფედისწერო როლი აქვს, კარმული როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში. ადამიანს შეუძლია მოგცეთ კარგი ენერგიებიც და იმოქმედოს კარგად. შეუძლია იმოქმედოს ძალიან ცუდად. მაგრამ ეს ცუდიც კი იქნება თქვენთვის შემეცნებითი. ეს ცუდიც კი იქნება და უარყოფითიც იქნება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული გაკვეთილი. ნახეთ, ასეთი ადამიანები, რომლებიც ესეთ სამსჯავროს ენერგიებით მოდიან, ხო, ჩვენს რეალობაში, ან ჩვენ შევდივართ მათ რეალობაში, ხო? ეს არიან ადამიანები გარკვეული კარმული მისიით, რომელსაც შეიძლება ვერც ერთი თქვენგანი ვერ იაზრებდეს, მაგრამ ცუდშიც და კარგშიც ეს ადამიანი გასწავლით და გაჩვენებთ საკუთარ თავს. ამიტომ მე ვერ ვიტყვი ერთმნიშვნელოვნად, ეს ადამიანი კარგად მოქმედებს ან მოქმედებს ცუდად. არა, ეს ადამიანი თქვენი სარკია. ეს ადამიანი თქვენ გაჩვენებთ თქვენ სისუსტეებს, ასევე გაჩვენებთ თქვენ ძლიერ მხარეებს. რეალურად თქვენ და ეს ადამიანი ძალიან გავხართ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რამდენიც არ უნდა თქვა იფიქროთ, რომ არა, თქვენ გავხართ ერთმანეთს. ასევე არ გამოურიცხავ ის ურთიერთობა, რომელსაც თუ კი წარსული ადამიანია ვერ ამთავრებთ, ვერ ელევით, ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ინტენსიური ესეთი სარკია თქვენთვის, ანარეკლია თქვენთვის და სანამ ბოლომდე არ შეგასწავლით თქვენს თავს და არ გაჩვენებთ ყველა მხრიდან თქვენს თავს, თავისი ძლიერი და სუსტი, ლამაზი და სადღაც მახინჯი, შეიძლება ასე ითქვას, ცოტა ესეთი სიტყვა მახინჯი. მაგრამ ძალიან კარგად აღწერს ახლა იმას, რის თქმაც მინდა მდგომარეობიდან და პოზიციიდან. მანამდე ეს ადამიანი იქნება თქვენს ცხოვრებაში. რა არის ამ ადამიანის მისია? თქვენს ცხოვრებაში სადღაც ესე გამიჩნდა სურვილი, რომ დავსვაკითხვა, რა არის ამ ადამიანის მისია თქვენს ცხოვრებაში? ოთხიანების პენტაკლები, არკანის სულელი და შვიდიანების კვერთხები. ამ ადამიანის როლი თქვენს ცხოვრებაში არის ის, რომ ისწავლოთ საკუთარი საზღვრები. და არკანი მასწავლებელი ამოვიდა, არკანი მაგი, ისწავლოთ საკუთარი საზღვრების დაცვა და ისწავლოთ იმის მიღება, რაც თქვენ გეკუთვნით. ხვდებით, ხო? იპოვოთ თქვენი რეალური ძალა, თქვენი რეალური თავი იპოვოთ თქვენს ცხოვრებაში. იმიტომ რომ შესაძლოა ახლა იმაში არ ხართ, იმ ენერგიებში, იმ როლში არ ხართ და იმ დანიშნულებაში არ ხართ, ხო, რომელიც რეალურად თქვენია. და ეს ადამიანი იმდენჯერ გამოჩნდება და იმდენჯერ დაგანახებთ საკუთარ თავს, ხანდახან კარგი მხრიდან და ხანდახან აბსოლუტურად საშინელად შეიძლება იგრძნო თავი, ცუდად შეიძლება იგრძნო თავი, სანამ საკუთარ დანიშნულებაზე არ დადგებით, როგორც თქვენ სანამ თქვენს გზაზე არ დადგებით. ხო, არკანი მასწავლებელი ამოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად ასეთი ადამიანები არიან ერთის მხრივ ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან ესენი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გვაძლევენ ზღვა გამოცდილებას. და სულიერად გაზრდილი, ჩამოყალიბებული ადამიანი ყოველთვის ხვდება, რომ ასეთი ადამიანები ძალიან ძვირფასები არიან. ყველა მათი ნეგატიური თუ ძალიან ნეგატიური გამოვლენებით. ამიტომ თქვი თავიდან, რომ რაღაცა არ მომწონს და ჩავშალე მივხვდი აქ რაშიც არის საქმე. ეს ადამიანი გასწავლით ახლიდან როგორ დაიწყოთ ცხოვრება,
თუნდაც მის გარეშე და ყველას და ყველაფრის გარეშე. მაგრამ იქამდე გამოჩნდება სანამ თქვენის გაკვეთილი ბოლომდე ნასწავლი ათვისებული და ბოლომდე დაზეპირებული არ გექნებათ, ხო? სანამ უშეცდომოდ ლექს არ იტყვით, ხო? აი მაგალითად ჩემი მშობელი სანამ უშეცდომოდ ლექს არ ვიტყოდი, არ მანებებდა თავს. აი სანამ თქვენც უშეცდომოდ არ იტყვით ამ ლექს, ანუ უშეცდომოდ არ შეეხებით საკუთარ რეალურ მეს და არ დაანახებთ საკუთარ თავს სამყაროს, უშეცდომოდ ისეთი როგორიც რეალურად ხართ, იქამდე ეს ადამიანი მოვა და გაჩვენებთ ამ ყველაფერს ხან ძალიან ცუდად, ხანაც ნაკლებად ცუდად, ხან ძალიანაც კარგად. ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ ცუდი ფორმით გაზიარებთ თქო ეს ადამიანი თქვენს როგორ მოქმედებს ადამიანი თქვენზე ეს ცოტა ესეთი ძალიან ზედაპირული ნათქვამია მესამე ვარიანტი ეს ადამიანი თქვენზე მოქმედებს კარმულად რაც ნიშნავს იმას რომ მისი არსებობა თქვენს ცხოვრებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და გაუფრთხილდეთ ყველა იმ გამოცდილებას, ცრემლს, ტკივილს, სიხარულს, რასაც ეს ადამიანი განიჭებთ და გაძლევთ, იმიტომ რომ ის თქვენი მასწავლებელია, ის თქვენი სარკეა. ის თქვენი მასწავლებელია, რომელიც გასწავლით თუ როგორ გახდეთ მასწავლებელი. გამიგეთ მესამე ვარიანტი. წარმატებები თქვენთან იყო ნინო ძალიან დიდი სიყვარულით.